წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება საყოველთაო გაფიცვას და 15 საათიდან წყვეტ მუშაობას. ეს არის სოლიდარობა იმ პროცესების მიმართ, რაც მიმდინარეობს სახელმწიფოში, როდესაც არბევენ მოსახლეობას, როდესაც სემენ, წამლავენ გაზით, უმტვრევენ ძვლებს და ასახიჩრებენ. ეს არის სოლიდარობა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ. გუშინ ნახეთ როგორ სემეს და იძალადეს გიორგი გახარიაზე, ზვიად ქორიძეზე, ეს რა თქმა უნდა არის დაუშვებელი სოლიდარობა მათ და დღეს ჩვენ ასევე ვხედავთ იმას, რომ სასამართლო არის უფუნქციო. დღეს ჩვენს ქვეყანაში სამართლის პოვნა არის შეუძლებელი. რაღა დაგვრჩენია ქართულ ხალხს გარდა იმისა, რომ გამოვიდეთ, გავიფიცოთ და გავაპროტესტოთ. ეს არის მათ შორის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ სხვებსაც მოუწოდებთ, რომ გაიფიცონ. ერთადერთი რაც შეგვიძლია ეს არის მშვიდობიანი გაფიცვა, მშვიდობიანი პოლიტიკური აქტი და ჩვენ ვიდგებით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი ევროპული მომავლის სადარაჯოზე. თავისუფლება ჩვენს პოლიტპატიმრებს და აუცილებლად უნდა ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები. რეალურად დღეს ხელისუფლება უკვე კრიმინალურ სინდიკატად არის, განგსტერულ სინდიკატად არის ჩამოყალიბებული და ის ცდილობს, რომ აი 90-იანები დააბრუნოს, როდესაც მარტივია საზოგადოების ქაოსით მართვა. ამიტომ ჩვენ საჯარო მოხელეები ვდგავართ ქუჩაში, რადგან სწორედ ქუჩაში წყდება დღეს ჩვენი ბედის სახელმწიფოებრივი ინტერესი. ხელისუფლება, რომელიც ერჩის თავისუფალ მედიას, ხელისუფლება, რომელიც ერჩის თავისუფალ აზრს, ხელისუფლება, რომელიც ერჩის პოლიტიკოსებს, მისი ამბავი არის უკვე დამთავრებული. რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, ეს არის ხელახალი არჩევნები დემოკრატიულ გარემოში, საერთაშორისო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ, პოლიტპატიმრებს თავისუფლება და რაც მთავარია, ჩვენ რუსულ ორბიტას ერთხელ და სამუდამოდ უნდა ავცდეთ და საქართველოს დაუბრუნოთ თავისი ისტორიული სახე, რაც არის ევროპაში თანაცხოვრება. რა თქმა უნდა, ის რაც გუშინ მოხდა, შუა ღამე, როდესაც თავს მოულოდნელად დაესხნენ ერთ-ერთი პარტიის ლიდერს გიორგი გახარიას გულისხმობ. როდესაც მანამდე თავს დაესხნენ გამორჩეულ ჟურნალისტს ზვიად ქორიძეს. ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა სრული ქაოსისკენ მიემართება. რა თქმა უნდა, სოლიდარობა მათ. დღეს ადამიანი, ვისაც ოდნავ აზროვნებს, ლოგიკური აზროვნების უნარი გააჩნია, გასაპროტესტებელია ყველაფერი. აბსოლუტურად ყველაფერი ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. უკანონობა, ძალადობა, თავისუფალი სიტყვის დევნა, ჟურნალისტებზე თავდასხმა, ადამიანების ცემა პოლიტიკურად განსხვავებული აზრის გამო. რა დავარქვა? იცით, მინდა პარალელები გავავლო 90-იანებს და მიუხედავად იმ შავნელი წლებისა, მხედრიონის თარეშისა ამ ქვეყანაში, მაშინაც კი რაღაცას ეწეოდა ანგარიში. დღეს აღარაფერს აღარ გავს. აღარაფერს სახელი აღარ აქვს უკვე. აბსოლუტურად ყველა წითელი ხაზი გადალახულია. ყველა. აი ამას ვაპროტესტებთ. ეს არის პროტესტის აბსოლუტურად მშვიდობიანი და კონსტიტუციური ფორმა და ბუნებრივია ჩვენ მას მივმართავთ აუცილებლად, ვინაიდან რაც ქვეყანაში ხდება, ეს არის ტერორი. ამას არანაირი წილყრა არ აქვს დემოკრატიასთან, ღირსებასთან, სახელოვანებასთან. ეს არის უკვე ზღვარს გადასული აგრესია და აბსოლუტურად მხარს ვუჭერ და სოლიდარული ვარ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც რეჟიმმა გამოამწყდია და ბუნებრივია ყველამ შვიდად ვერ ვიქნებით, სანამ პიროვნულ ღვაწლს და წვლილს არ შევიტანთ ამ დიდ პროტესტში და აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება ეს პროცესი.